სალამი ჩემო მოტომეგობრებო, როგორც იქნა განვაახლეთ სეზონი, ნელ-ნელა ამინდებით მოდის და უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ახალი ტესტ-დრაივები და პლუს გადაღება ახალი სიახლეების, რაც მოტოსამყაროში მოხდება. ესე იგი დღეს ჩამოვედით თელავში, რეკლამების გვერდზე დგავართ ახლა ამ თვითონს და გვაქვს პირდაპირ გეტყვით Ducati Panigales ტესტ-დრაივი. ესეთი ლამაზი მოდელი ყავს. კარგია ხო, ლამაზი არის. თელავში გქონდა ორი ვარიანტი გადასაღებად. პირველი შეგვეძლო გადაგვეღო კახური შოთი და აქაური მწვადი, რომელზეც ბიჭება დაკპატიშეს და ალბათ მაგასაც გადავიღებთ და მეორე ვარიანტი გქონდა უკვე გადაგვეღო Ducati Panigale. ოღონდ არა ეს, არამედ აი ეს. ცოტა შორიდან შეგვიძლია დავიწყოთ, გადავხდეთ 2011 წელს, როდესაც Ducati-მ სრული გადატრიალება მოახდინა მოტოსამყაროში და მილანის მოტოშოუზე წარადგინა აი ეს მოდელი, რომელიც არა მარტო 2011-ში, დღესაც კი ყველას აღფრთოვანებას იწვევს და ყველას ყურადღებას იპყრობს. მოდელი, რომელიც სილამაზის კონკურსზე ალბათ ნომერ 1 ადგილს არ დაუთმობს არავის კიდევ უამრავი წლის განმავლობაში. Ducati-მა სახელწოდება შეარჩია იტალიის ერთ-ერთი ინდუსტრიული ქალაქის ბოლონიის პატარა რაიონის საპატივცემლოდ, რომელსაც ქვია Borgo Panigale. ეს არის ზუსტად ის რაიონი, სადაც მდებარეობს Ducati-ის ცენტრალური ქარხანა, სადაც უკვე ორჯერ მქონდა შესაძლებლობა, რომ მე პირადად ყოფილიყავი და იყო დაუვიწყარი, არასოდეს არ მომივა გონებიდან და თვალებიდან ის, რაც იქ ვნახე. ჩემ თვალწინ ააწყვეს ამის შემდეგი მოდელი Panigale, ოღონდ ახალი ბოლო ვერსია, რომელიც იყო, დავესწარი მის აწყობას ნულიდან, აბსოლუტურად არაფერი არიდო და შემდეგ აიწყო მთლიანი მოტოციკლი ჩემ თვალწინ. ეს იყო დაუვიწყარი და ამას არ ვგისურვებთ, რომ ყველას ქონდეთ შესაძლებლობა, რომ ერთხელ მაინც გამოცადოთ ეს ყველაფერი, ვინც კი იტალიაში მოხვდებით, ბოლონიაში აუცილებლად მიდით, იმისთვის რომ თქვენც დაესწროთ რომელიმე Ducati-ის აწყობას. სხვა შორის ძალიან მაინტერესებს რომელიმე თუ არის საქართველოსთან ნამყოფი ბოლონიაში Ducati-ის ცენტრში, ძალიან საინტერესო იქნება თუ დააკომენტარებთ და გავცვლით ინფორმაციებს და შთაბეჭდილებებს ამის შესახებ. ეხლა ისევ ჩვენს Panigales რომ დავუბრუნდეთ, მოკლედ 2012 წელს Ducati-მა ოფიციალურად უკვე ჩაუშვა გაყიდვაში აი ეს მოდელი, რომელიც შემიძლია ვთქვა, რომ დროს უსწრებდა, როგორც მისი წინამორბედები. ეს კონკრეტული მოდელი არის 1098 და 1198-ის შემცვლელი მოდელი. ეგ მოდელიც ასევე ძალიან დიდი ფურორის გამოწვევი იყო თავის დროზე, იმიტომ რომ ძალიან მაღალ ტექნოლოგიური იყო იმ დროს, თუმცა Panigale-მ აბსოლუტურად გადაფარა ყველაფერი, არა მარტო მისი წინამორბედი, არამედ ზოგადად იმ დროს 2012 წელს ეს მოდელი იყო ყველაზე მაღალ ტექნოლოგიური, რაც კი მოტოსამყაროში არსებობდა მოდელი. მოტოციკლს ქარხნიდანვე მოყვებოდა ისეთი ტოპ ბრენდების აქსესუარები, როგორიც იყო Olinsi, Brembo, უამრავი კარბონის დეტალები, უმსუბუქესი დისკები და ასე შემდეგ. ფაქტიურად რომ ვთქვათ, მოტოციკლი მზად იყო იმისთვის, რომ ტრეკზე შევარდნილიყავით და დაგემხოთ იქაურობა, დაგედუღებიდათ ნებისმიერი ტრეკი და სიამონება მიგიღოთ ისეთი, რომელსაც სხვა ვერც ერთი მოტობრენდი ვერ შემოგთავაზებდათ 2012 წელს. ჰქონდათ სამი არჩევანი, შეგიძლიათ გეყიდათ სტანდარტული Panigale, შეგიძლიათ გეყიდათ Panigale S, ანუ აი ეს მოდელი, რომელიც ჩვენ გვყავს და ასევე არსებობდა Panigale Tricolore. Panigale-ის შემთხვევაში, სტანდარტულის შემთხვევაში ღირდა $18,000, Panigale S ღირდა $23,000 და Panigale Tricolore $28,000. ასევე Panigale-ის ვერსიები შემოგთავაზეს ჯერ 899 მოდელი, შემდეგ იყო 1299, შემდეგ იყო 959, შემდეგ იყო Superleggera და ასე შემდეგ. მოკლედ ბევრი ვერსიები იყო, ბევრი მოდელი არსებობდა, ბევრი განხრა არსებობდა Panigale-ს და ფასებიც რა თქმა უნდა შესაბამისად ხან იზრდებოდა, ხან მცირდებოდა ხოლმე. თუმცა ძირითად შემთხვევაში ეს სამი მოდელი იყო 1199-ის. გარდა უმაღლესი ტექნოლოგიებისა 2012 წელს ეს არსებული მოდელი იყო ქარხნულად ნაწარმოები ყველაზე ძმაო, ეგეთი მყავდა მე ახალგაზრდობაში, ოღონდაც Jupiter-ი. ესეთი იყო 2 ცილინდრიანი. ხო, წითელი იყო ისე. წითელი იყო. ბანანა იყო თუ არა ბანანა? ბანანა იყო, ყველას უსწრებდი. აი ეგ რო დავდგებოდით ხოლმე მოედანზე. რო დაატრიალებდა ეს ბოლოს, ყველა ჩემ კვაფში იგუდებოდა ვაფშე. აქ დაგაზაობდი ხოლმე კახეთში. ხო, აქ ადრე ეს ქვაფენილი არ იყო, აი ეგ ეშენა. იყო ეს გატკიცნებული ასფალტი, იყო ეს კომუნისტების დაგებული რა და მივად გავდი ხოლმე, გავუხსნიდი ხოლმე გას, აი ვერავინ ვერ მიწევოდა. მერე შემიცვალეს ამორტიზატორი დამიყენეს იმისა, ჩეზეტისა. ჩეზეტის, აუ და იფრენდა იმენა. იმენა დაფრინავდა ძმაო, რას ამობ. ეხლა ვისაც მიგულ ნანოფ არ უნდა გამეყიდო. არ უნდა გამეყიდო ნანოფ ძმაო, რას ამობ. ეს ეხლა რა არის გაიული გამოლი ის უფუჭებელია. გაიული? ბაიტო დამსვე. ბიდი და გასაღებში გინდა. გამსვე. ამას რა ქვია ძმაო? ეს ის Panigale. ეს რუსეთის წარმოებაა? საბჭოთა კავშირის, კონკრეტულად რუსეთის არის საბჭოთა კავშირის. გაუმჯობესებიათ, ის ცოტა ხმელი იყო რომ უჯდებოდი. მაიცა როგორ იქუქება ეგ მითხარი? აიცა, აი, ხო, ვიდი.
ფეხი ნოშკა შეწიე და ჩამოვარტყი ფეხი კარგად. რომელი ჩამოვარტყა? აი ამას უნდა ჩამოვარტყი. მაგის წინ აი ამას უბრალოდ. კარგად. კარგად აქედან ამიხსენ შენა ძმა. ნახე, ჩამოვარტყი კარგად. კარგად. ოპა, ეგარი. იო. ვიდო რა ხმა გდე დაუჭირე. მოკლედ პანიგალი აგვახიეს, ისევ ამაზე გადავიდეთ და ამაზე აგიხსნით. მოკლედ 2012 წელს ეს მოდელი იყო ყველაზე მძლავრი ქარხნულად გამოშვებული მოტოციკლი. გარდა ტექნოლოგიური უმაღლესი ხარისხისა და შესრულებისა, ამ მოდელს ასევე ჰქონდა 2 ცილინდრიანი ყველაზე მძლავრი ძრავი მთელ მსოფლიოში. იყო 199 კილოგრამი და ჰქონდა 195 ცხენის ძალა. თორქი იყო უბრალოდ არანორმალური, არა მარტო 2012-ში, არამედ დღესაც, აი მოვიდა, დავგიბრუნდა. მოკლედ იჟის მერე მაგრამ მოეწონა მე მგონი პანიგალე. ბიჭო ეს რა როგორ იწევს? გამორთე. აწეზე ჩამოწე, ეგარი. როგორ იწევს? იჟზე ჩქარი არის? კი ეს რომ მქონიყო ჩემ ახალგაზრდობაში ძმაო, დედას უტირებდი ყველას. არ გავახარებდი არავინ. როგორ იწევს? რომელ წელს ყავდა ეგ იჟი შენ? ეგ ამყავდა ძმაო, გეტყვი? აი ჩემ ყვაწვილობაში რა. 90-მდე. სტუდენტობაში რა. ხო, აი 90-იანი არის. გოგოები მეხვეუნდნენ ბურნდასავით. ის იჟი რომ ყავდა. ერომყოლი იყო ძმაო რასა. ცოტა ჩქარი არის იჟიზე? რასა რაკეტა ბიჭო? ეხლა გავივli მე ნახავ და მე კიდე სადმე ხილად იყავ. მე გამოცდილი ვარ ეხლა. გაიგე შედა მთელი ბალღო მოტოციკლეტები მყავდა. შენ ცოტა გამოუცდელი ჩანხარ და ფრთხილად იყავ, გენავ. აი მე ეხლა გავივli მოვალ და მე თუ აქივე იქნები, გეტყვი ჩემ ემოციებსაც. რა დაგამოვდი და მე ისევ გაიკატავე თუ გინდა რა. აუ ბაზარი არ არის. დავაი. შენ გაიხარ ჯიგრები ხარ ქალაქელები, რასაც ქალაქელებზე ამობენ სუტყუილია, ჯიგრები ხარ. ხო, მოკლედ ისე დავუბრუნდეთ ჩვენს პანიგალეს. ესე იგი 2012 წელს ამ მოდელს ჰქონდა 195 ცხენის ძალა და იწონიდა 199 კილოგრამს. ქარხანამ ქარხნული მონაცემებით რაც გვითხრა 0-დან 100-მდე ჩქარდებოდა 2.98 მიასეთში და 1/4 მილს გადიოდა 9.91 მიასეთში. მოკლედ არა მარტო 2012-ში დღესაც ძალიან შთამბეჭდავი ციფრები არის ეს ყველაფერი. 2 ცილინდრი აქვს და შესაბამისად თორქი აქვს უბრალოდ არანორმალური. დიდი ხანი ახლა პანიგალით არ მივლია, მაგრამ მახსოვს ეგ შეგრძნებები და ეხაც რო გავვლი ეჭვით ამეპარება რომ უდიდეს სიამოვნებას მივიღებ. მსგავსი შეგრძნებების და მსგავსი ემოციების მოტოციკლი ძალიან იშვიათი არის და მით უმეტეს 2012 წელს. შეგახსენებთ რომ 2012-ში ეს მოდელი იყო ყველაზე მძლავრი, რაც კი გამოშვებულა ქარხნულად და შეგეძლო გეყიდა ნებისმიერ მომაკვდავ ადამიანს უბრალოდ რიგში უნდა ჩავდგარიყავა. აი მოდი ვილაპარაკოთ ჯერ პირველ რიგში უარყოფით ხარეებზე რა. პანიგალე რომელიც ზე ლამაზი მოტოციკლი არის და შეიძლება ყველას ეგონოს რომ ნაკლი არ აქვს. ამასობაში აქვს 2 ძალიან ცუდი ნაკლი. რომელიც ახლა მე მახსენდება ძველი პრაქტიკიდან გამომდინარე და ასევე ეხაც დიდი ალბათობით იგივე აზრზე ვიქნები. მოკლედ პირველი არის მისი ვიბრაცია. 2 ცილინდრიდან გამომდინარე ძალიან ვიბრირებული ძრავი არის და როზი ხარ ზედ გონია რომ ვიბრატორზე ზიხარ ჩვეულებრივად ახლა მე არ ვიცი ნუ მკითხავთ საიდან გონიაო და საიდან იცია მაგრამ მოკლედ ძალიან ვიბრაცია აქვს ძალიან დიდი და მისი სიმხურვალე რომელიც ეხლა დიდად არ აღიქმება თუმცა ზაფხულში არის სრული კატასტროფა. პანიგალე რომელიც არის ფაქტიურად ტრეკისთვის შექმნილი მოტოციკლი მზად ყოფნაში არის იმისთვის რომ გამოყავს ქარხნიდან და პირდაპირ შეგიძლია წაიყვანო ტრეკის დასაბრუნებლად. მანევრი აქვს არანორმალური. მისი ვიწრო ფორმებიდან გამომდინარე მოსახოში შედის ძალიან მაგრად. ეხლა არ ვიცი საერთოდ საქმე ვარ.
თელავის ქუჩებს აბა მათალია რა მუხრუჭები აქვს არანორმალური ძალიან მაგარი მუხრუჭები აქვს თუმცა არის ძალიან ხისტი ძალიან ცხელი მოტოციკლი არის ეხლა კიდევ ეხლა ზამთარი არის და აბსოლუტურად არ მაწყობს მე პირადად ეხლა კომფორტული არის ამ შემთხვევაში თუმცა ზაფხულში არის სრული კატასტროფა პანიგალეთის სიარული როგორც ამ მოდელით ასე ახალი ძალიან მხიარული ბაიკია ძალიან სასწაული შეგრძნებების ბაიკი არის. აი შეუძლებელია რომ აი ამ ბაიკით ნაზად ბრთხილად და რამე რომ არ დააშავო ისე იარო რა. თვითონ ბაიკი არ გაძლევს მაგის საშუალებას. ვიბრაცია როგორც წეღან აღნიშნეს, საშინელი ვიბრაცია აქვს და სიმხურვალე უკვე ძალიან ცხელა, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ არის 7 გრადუსი ახლა. ერთი ძალიან მაგარი სიახლე მინდა გითხრათ ამასობაში ჩვენს მაყურებელს, ჩვენი არხის პარტნიორი გახდა Galpi, რომელიც გაგვიმზადებს ხოლმე ჩვენს ბაიკებს იმისთვის, რომ წავიდეთ და ვისიამოვნოთ მაქსიმალურად. ამ წუთასაც Galpi Super-ს ვასხავთ ახლა ჩვენს პანიგალეში და შესაბამისად შეგვიძლია ბოლომდე გამოვიყენოთ, გავწუროთ, ნახოთ რა შესაძლებლობებს მოგცემს ეს მოტოციკლი. ჩვენი პანიგალე უკვე Galpi Super-ით მზად არის, ბოლომდე არის სავსე და შეგვიძლია წავიდეთ, დავიძრეთ კახეთის ეფატნებით ვისიამოვნოთ. Galpi Super-ის იმედად მე მგონი კარგი გართობა გველოდება. დავიდი. მოკლედ ალაზანში ვართ ახლა, ოღონდ მართლაში ვართ ალაზანში ვართ, ახლა პროსტა დამშერალი დახვდა ალაზანი და ამიტომაც ჩამოვედით იქ, სადაც ცოტა ხნის წინ მდინარე იყო აქ მთლიანად და ხალხი ბანაობდა და ზოგი იხშობოდა და ზოგი წუწაობდა და რაღაც წელს აკეთებდა. მოკლედ ჩამოვიყვანეთ ჩვენი პანიგალე. ქალაქის ქუჩებში დიდად ვერ გავერთე, იმიტომ რომ ყველგან წრიულები დამხვდა, ყველგან ძალიან ესეთი აქტიური მოძრაობები იყო, ეთყო პიკი საათი დაგვეთქვა და მოკლედ ქალაქში დიდად ისედაც პანიგალე არც მომწონს ხოლმე, როცა მიწევს სიარული და ამიტომაც ღირდა ნამდვილად რომ წამოვედით, გამოცდით თელავს, ცოტა გავისეინეთ, რამდენიმე საათია უკვე ამ ბაიკით მოძრაობს და
ჩემი ემოციები შემიძლია პრინციპში პირდაპირ გითხრათ რა. როგორც აღვნიშნე უკვე ძალიან ჭკუამხიარული მოტოციკლი არის. მინუსები შემიძლია გითხრათ ის რომ აქვს ორი ძალიან დიდი მინუსი. ერთი ის რომ ძალიან ვიბრაცია აქვს, ძალიან დიდი ვიბრაცია აქვს და შესაბამისად ძალიან არაკომფორტული არის მით უმეტეს ქალაქში მოძრაობისას და მეორე სიმხურვალე. ეხლა ამ წუთაზე რა უბრალოდ დილით როცა ვიღებდით ამ მოტოციკლს ქალაქში მოძრაობისას 7 გრადუსი იყო სითბო და მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ვინმეს ეფიქრა რომ ამ ყინვაში როგორ დადისო ძალიან მცხელოდა 7 გრადუს სიცხეშიც კი ძალიან სიცხე იყო ჩემთვის როდესაც ზედ ვიჯექი. ამიტომაც მაგ ორ მინუს ვინც შეეგუება შემიძლია თამამად ურჩიო ეს მოტოციკლი იმიტომ რომ ფაქტიურად შემიძლია თქვა რომ ამ მოტოს ვინც იყიდის ყიდულობს ჯერ ერთი ისტორიას და ხდება ძალიან დიდი ოჯახის წევრი იმიტომ რომ მთელი მსოფლიოს გარშემო პანიგალისტები და ზოგადად დუგატისტები ძალიან ესეთი შეკრული ოჯახი არის რომელსაც ძალიან დიდი კომუნიტი აქვს და ხშირად ეკომუნიკაციებიან ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნებიდან და ეს ძალიან კარგი ტენდენცია არის მაგის გარდა ყიდულობს მოტოციკლს რომლითაც ფაქტიურად მზად არის იმისთვის რომ ეს მოტოციკლი უბრალოდ გადაიღო და всё უკვე ეგრევე გაბაზრებულია ფაქტიურად ყველგან ნებისმიერ სოციალურ ქსელში სადაც არ უნდა დადო ამ მოტოციკლის ფოტო ყველა საფრთხეონებას იწვევს მისი ვიზუალიდან გამომდინარე ვერავინ ვერ მიხვდება რომ 2012 წლიანია უკვე 14 წლის მოტოციკლი არის მაგრამ საერთოდ არ ეტყობა ვიზუალურად უიდეალურესი ფორმები აქვს ამის შემდეგი მოდელიც გვეყოლება სავარაუდოდ ცოტა ხანში რევიუზე და შევადარებთ შემდეგ უკვე ამას და შემდეგ მოდელსაც ერთმანეთს თუმცა ამ კონკრეტულ მოდელზე შემიძლია ვთქვა რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ნამდვილად ღია და ჩამოსვლა თელავში აქაური ბიჭებიც დავხდნენ ძალიან გულიანად და კარგადაც გავერთე და ეხა ერთი სული მაქვს როდის მორჩებით გადაღებას რომ წავიდეთ და აქაური მწვადი და შოთის პური გადავირტყათ მოკლედ ეს მოდელი ზოგადად ჩემთვის ძალიან ისეთია გულთან ძალიან ახლოს არის ძალიან მიყვარს ზოგადად პანიგალე და ნებისმიერს გირჩევთ ყიდვას არავინ არ ინანებთ ამ მოდელის ყიდვას თავისი მინუსები აქვს თავისი სპეციფიური მოდელი არის და თუ შეეგუებით მის მინუსებს არ ინანებთ ნამდვილად ამ მოტოციკლის ყოლას ფასებს რაც შეეხება, მოდი ერთ-ორ სიტყვას მაგაზეც ვიტყვი. ახლის ფასები წეგან, როდესაც ვიწყებდით საუბარს გითხარით, დღესდღეობით ამ მოდელის ფასები გააჩნია SC არის, არა SC არის, Air version არის, თუ Super Leggera არის, თუ ნებისმიერ მოკლედ რა ოპციაც არ უნდა იყოს. ამ კონკრეტული მოდელის ფასები $9,000-დან ზემოთ იწყება. $20,000-ზე სადის გააჩნია რა მოდიფიკაცია არის, რა უყენია, რომელწლიანი არის ეს კონკრეტული მოდელი არა ახალი, თუმცა $20,000-შიც არის ევროპაში ეს მოდელები, რაც არ უნდა წარმოუდგენლად ჟღერდეს ეხლა, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წლის მოტოციკლი არის. მოკლედ საბოლოო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, აი ამ პანიგალითიც ძალიან სიამოვნები ვარ, ძალიან კარგ მდგომარეობაში არის, სულ რაღაც რამდენიმე დღეა ჩამოვიდა საქართველოში ეს მოტოციკლი ჯერ გამბაჟებულიც არ არის, შენიშნავდით სავარაუდოდ და ძალიან კარგ მდგომარეობაში არის, ვისაც ინტერესი გექნება და სურვილი სხვა შორის იყიდება ეს კონკრეტული მოტოციკლი და ფასი არის $11,500, თუმცა როგორც წეგან აღვნიშნე, $9,000-დან ზევით ამ მოტოციკლის ფასები მერყეობს, გააჩნია მოდიფიკაციას, გააჩნია რა უყენია და ასე შემდეგ, ბევრ დეტალზეა ყველაფერი დამოკიდებული. ეს კონკრეტული როგორც ვთქვი, $11,500 იყიდება და ვინც ამ მოდელს შეიძალს, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო არ დარჩება, მე ძალიან მასიამოვნა ამ კონკრეტულმა მოტოციკლმა. მადლობა ბეკას, ვისაც ინტერესი გექნებათ, აქ ამონათდება, მიშა ამოანათებს, ეხა იჭვით არ მეპარება, ხო, მიშა, აი ის როგორ ხენი, აქ კი არა, აი აქ გადმოიტანე ჯობია, ან ვაფშე აქეთ გადმოიტანე, ან სადმე აქ რა. მოკლედ ბეკას ამოანათებს აუცილებლად. წავედით ეხლა ნელა გავუყვებით ჯერ მწვადისკენ და შემდეგ თბილისისკენ გზას. დროებით შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. მოკლედ, დავამთავრეთ დღევანდელი გადაღება, როგორც იქნა. უბრალოდ პანიგალეთი თელავში კატაობა იმდენად კარგი ემოციები მოიტანა, რომ დრო გაგვეპარა და შესაბამისად, ეხლა ძალიან გვეჩქარება თბილისში და ვეღარ გავჩერდით სამწუხაროდ თელავური მწვადის და აქაური კახური შოთის საჭმელად და მაგიდეით წამოვედით აქ. ხო და მოკლედ, რახან ვერ ჩერდებით აქაურ რესტორანში, გალფში შემოვედით, როგორც
ყველა მიცით ნომერ პირველი ჰოთ-დოგი საქართველოში გალფის, აგერ ეხა 2 წელს გადავირყავ მე პირადად 2 წელი მიშას ელოდება. ხო და მადლობა ძალიან დიდი გალფს, იმიტომ რომ გვერდში გვიდგას და აი ესეთ მაგარ გემრიელობებზე პატიჟებს ხოლმე. მოკლედ სანამ მიშასთვის კიდე 2 წელი ჰოთ-დოგიც მზადდება, ბარემ უცებ პატარა ინფორმაციას მოგაყრით. ამიერიდან ჩვენი პარტნიორი კომპანია გალფი, ჩვენი გამომწერებისთვის გაათამაშებს ხოლმე 60 ლიტრ სუპერს ყველა ვიდეოში. მონაწილეობის მისაღებად ძალიან მარტივი წესები არის. 2 წესი არის. ერთი ის რომ YouTube-ზე გყავდეთ გამოწერილი და მეორე ამ ვიდეოს ქვეშ დაწერეთ ნებისმიერი სახის კომენტარი და ერთ კვირაში გავათამაშებთ რენდომაიზერით 2 ღბლიანზე 30 ლიტრ სუპერს და შესაბამისად მე მიხვალთ და იკატავებთ რამდენსაც გინდათ. მოკლედ ყველა ვიდეოში ამიერიდან გვეყოლება 2 ღბლიანი გამარჯვებული და 30 ლიტრ სუპერს გადასცემს ჩვენი გალფი ღბლიანებს. აგებშნობებით ამითი პრინციპში და ცოტა ხანში ისევ ჩამოვალთ თელოში კიდე ერთი ბაიკი გველოდება გადასაღებად.